თქვენ არჩევანი უნდა გქონდეს საკუთარი თქვენი შემოსავლით. აი ამის პირობები უნდა შევქმნათ. ეკონომიკა უნდა აღორძინდეს, ქვეყანა უნდა იყოს ძლიერი. თუ გლეხი წელში არ გაიმართა, ქვეყანა როგორ გაიმართება წელში? ქვეყანა თითოეული მოსახლისგან შედგება. ყველა რომ წელში გამართული იქნება, ქვეყანა მაშინ იქნება წელში გამართული და ამაზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ უნდა გაგემართოთ წელში გლეხი და გაიმართოთ. უნდა ვიმუშაოთ, ადგილი არის, არსა და სამუშაო არ არის. სააკაშვილი სანატრელი გახდა. ყველა უმუშავებდნენ თავშვილები, სულ ყველა მუშაობდნენ, დარჩნენ უმუშევრები. სოციალური იმედი მქონდა წერს მაინც მომცემენ მეთქი და იმის პირიქით ქულები გამიორმაგეს ვიდრე დამიკლეს. ერთი სოციალური დახმარება მომცეშვილი ისიც მომისნის. სოციალური წამართვა. აი ახლა მეუბნება ხომ ბიზნესზე გათხოვ. ყველა მაცხოვრებელს რომ გქონდეს შვილებზე ისეთი განათლების მიღების საშუალება, რომ თავისუფლად შეეძლოთ შემოსავალიც აძლევდეს საშუალებას, თავისუფლად წაესვლებოდეს ნებისმიერ ქალაქში მიშვილს და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება და საშუალებს გამწევდა და ყველგან პრობლემაა. ჩემი შვილი წელს ამთავრებს სკოლას, რა ვიცი, ვერსად ვერ ვაბარებინე, ფარა გვაქვს. ერთ სოციალური ქონდა, ეგეც მოგვიხსნეს და რა ვიცი, შემოსავალი არაფერი არ აქვს. რითი ვასწავლო? სახში უნდა დავსვა და უნდა თხოვლეს დაველო და გავათხოვო. ვერცეთი ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებს უფრო კარგად, ვიდრე იცხოვრებს საშუალო მოსახლე საქართველოს. ვერცეთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს და რაც ხდება დღეს არ მოხდება მსგავსი. მათ ეკნებათ დიდი პასუხისმგებლობა და დიდი განცდა იმისა, რომ თქვენ უხდით, ჩვენი მოსახლეობა უხდის მათ ფულს და ანგარიშვალდებულნი არიან თქვენს წინაშე. კარგი რა, თვითონ თავიანთ ჯიბისთვის ნახთ ყველაფერი, ჩვენ თვინ არაფერი არ არის შვილო, არა. თვითონ 30,000 და 40,000 აქ და მეტი ჩვენ რა. როგორც ვიყავით მაშინ, ისე ვართ ახლა. არაფერი არ შეცვლილა. არც არაფერი არც ყოფილა, არც იქნება. მე წამალი ვერ მეგინდი. არ იფიქროთ, პირველ წელს ყველანი გამდიდდება, ესეთ შეგირებას არ ვიცლები. მაგრამ რამდენიმე წელიწადში და პირველ და მეორე წელიწადს უკვე ძალიან ბევრი იგზნოს, მესამე, მეოთხე და აი პრაქტიკულად ყველა ოჯახში შევა ის სწორი გზა და სწორი გეზი, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ. ახლა ბიზნესა რომ ბევრ ამაში ტყუის მართალია, ტყუის, მოგვატყუა. მთავრობა უვარგისია და ეგ არის, მეტი არაფერი.